ამბობენ ცეკვის ენა ეპოქის, დროის ენაო. მე-20 საუკუნის დასაწყისი ტანგოს ეპოქადაა მონათლული. 21 საუკუნეში კი ელექტრონული მუსიკის ეპოქაში არგენტინული ტანგო თითქოს და უგზო-უკლოდ უნდა გამქრალიყო, მაგრამ მოხდა პირიქით. ტანგოს ამჟამად არა მარტო ბუენოს-აირესში, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცეკვავენ. ნებიანი და უდარდელი ცეკვა 1880 წელს ესპანელი და იტალიელი იმიგრანტების წყალობით ბუენოს-აირესის ჯურღმულებში დაიბადა. დანა ჯიბეში, თეთრი ცხვირსახოცი კისერზე, სიგარეტი ხელში. ასეთია იმდროინდელი იმიგრანტის კრებითი პორტრეტი. ტანგოს მელოდიები, ტანგოს რიტმში შექმნილი სიმღერები იმიგრანტთა მძიმე ხვედრს ეძღვნებოდა. ეს ჟანრი იმხანად ჰოლივუდმა შეიყვარა. საცეკვაო დარბაზებიდან ტანგომ გაალაქულ სადარბაზო ოთახებსა და რადიო სადგურების ეთერებში გადაინაცვლა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ტანგო ცნობილმა არგენტინელმა კომპოზიტორმა ასტორ პიაცოლამ ააღორძინა და მას ახალი ჟღერადობა და შინაარსი მიანიჭა. პიაცოლა 1921 წლის 11 მარტს არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში დაიბადა. ბავშვობა მან ნიუ-იორკის უბან ბრონქსში გაატარა. 1930 წლიდან ასტორი კერძოდ სწავლობდა აკორდეონზე დააკვრას. მოგვიანებით კი ზოგიერთი ცნობით არანჟირების ხელოვნებას თვით სერგეი რახმანინოვის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა. 50-იან წლებში პიაცოლამ შექმნა თავისი ტანგო ნუევო, იგივე ახალი ტანგო. ნებიანმა ცეკვამ ახალი, ამჯერად ფილოსოფიური ასპექტი შეიძინა. მას ზოგჯერ ტანგო რეფლექსიასაც უწოდებენ. რაც შეეხება მუსიკალურ ხერხებს, პიაცოლას ნაწარმოებებში გარდა ბანდონიონისა, ვიოლინოები ჟღერს. ავტორი მიმართავდა იმპროვიზაციას, ფართოდ იყენებდა თანამედროვე მუსიკის ილეთებს, მაგალითად ვიოლინოს კორპუსსა და სიმებზე შემოკვას. პიაცოლა ტანგოს საცეკვაო დარბაზიდან საკონცერტო დარბაზში გადატანაზე ოცნებობდა. მე ყოველთვის მეჩვენებოდა, ამბობდა კომპოზიტორი, რომ ტანგო შეიქმნა უფრო ყურისთვის, ვიდრე ფეხებისთვის. ტრადიციული არგენტინული ტანგოს ასეთი ტრანსფორმაცია ბევრმა იმიგრანტმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. გამძვინვარებული რეტროგრადები პიაცოლასთან ანგარიშსწორებასაც კი ცდილობდნენ, მაგრამ კომპოზიტორის კრედო ურყევი იყო. ჯაზის მსგავსად ტანგოც მუდმივად უნდა იცვლებოდესო. სიცოცხლის ბოლო 10 წლის მანძილზე ასტორ პიაცოლამ 300-ზე მეტი ტანგო და 50 კინომუსიკა შექმნა. ასტორ პიაცოლა 1992 წელს ტვინის სიზარღვების თრომბოზით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დაწერა. ამჟამად, როდესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა და არგენტინაში ჩემი მიმართ დამოკიდებულება, ვფიქრობ, ძალიან კეთილია. არგენტინელები ამბობენ, ასტორ პიაცოლა სახელგანთქმული, მაგრამ არა პოპულარული პიროვნებაა. ამგვარ შეფასებას ხელოვანისთვის გული არ გაუწყვეტია. პიაცოლა ვერ იტანდა სიტყვა პოპულარობას. ისტორიაში ის უბრალოდ ნებიანი და ფილოსოფიური ტანგო ნუევოს შემქმნელად დარჩა. ნიშანდობლივია, რომ ტანგოს დღევანდელ საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, ვირტუოზ შემსრულებელმა, გენიალურმა გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა პიაცოლას აღიარებული ტანგოს სრულიად ახალი, უნიკალური ვერსია შექმნა, რომელიც საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულდა. ორკესტრს თემურ ყვითელაშვილი უმცროსი დირიჟორობდა.